ზოგჯერ შეიძლება ერთი სიტყვა ერთ წინადადებას მოკრა თვალი და იმაზე რაღაც ფილოსოფიური აზრი გაჩნდეს. ერთ მოგზაურობის ვიდეოს უყურებ ხოლმე ერთ-ერთი ბლოგერის, უკრაინელი ბლოგერის ვაზიარებ კიდეც ჩემ გვერდზე. იაპონიაში შეხვდა ასაკოვან ხალხს, რომლებმაც ჰიროსიმასა და ნაგასაკში აფეთქებას მოესწრნენ და თვითონ ერთ-ერთი ქალბატონი თვითონ მოესწრო იქ და იხსენებს და გადარჩა რა თქმა უნდა, თორე ხოვერი ტყოდალა. ესე იგი, ძალიან კარგი ამინდი, აგვისტოს დღე იყო, შესანიშნავი ამინდი, დილის საათები 9 საათამდე და ესე რაღაც მომენტში ცაში აიხედა და დაინახა, რომ ვერცხლისფერი თვითმფრინავი იყო, ისე ლამაზი ჩანდაო, ესე მზის ფონზე ბრწყინავდაო და მართლაც შეიძლება რომ წარმოიდგინო, რაღაც ლამაზი გამოსახულება იყო ცაში, ხო? მაგრამ ზუსტად იმ ვერცხლისფერმა სილამაზემ დიდი უბედურება დაატეხა თავს. რამდენიმე წუთში ხდება საშინელი აფეთქება. ეხლა რატომ დავიწყე ასეთი შესავალით? სოფლიოში კიდევ უფრო გამწვავდება სიტუაცია, კიდევ უფრო რა ვიცი, სიტყვები არ მყოფნის ლექსიკონში, როგორ გავთქვა, ეგოიზმის აღზევება ვთქვი, ბოროტების მომატება ვთქვი, მორალური დეგრადაციასაც ვამბობ ხოლმე ჩემ პოსტებზე. კიდე რა დავამატო, რომ უფრო მძაფრად აღიქვას ადამიანმა. აი ეს სიმძაფრე დაკარგული აქვს ადამიანების დიდ მასას. იმიტომ რომ ყოველდღიურობაში თითქოს ეს არ იგრძნობა, მაგრამ ეს ვლინდება იმ კრიზისებში, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკურ მოვლენებში აისახება, ეს კრიზისების საშინელი, ომების სახით, დაპირისპირების სახით. იგივე კლიმატის გადაგვარება, ხო, აი ზაფხული დადგა და ძლივს გამოიტარა, ხო. აღარაფერს ვამბობ იმ ტრაგედიებზე, რაც ხდება მიწისძვრებით და აგერ რაჭის ტრაგედია და აგერ სადღაც ცუნამი და სადღაც ესეთი უბედურებები. თითქოს ყველაფერი, აი როგორც ადამიანია დეგრადირებული, ისე ბუნებაც არ ჩამორჩება, ასე თქვა. და ეხლა შემშენიერი ივნისის დღე არის, ივნისი ყოველთვის მიყვარდა თავისი ასეთი იმით. თუმცა ხა დილაა და არც ისე ცხელა, მაგრამ როგორც ჩანს დაცხება ძალიან. ივნისი ყოველთვის იყო სასიამოვნო თბილი თვე. და მიუხედავად ამისა, აი ეს რეალობის აღქმის უნარი არ უნდა დაგიკარგოს აი ამ სიმშვიდემ, ამ მომენტში სიმშვიდეა, ხო და გახვალ გარეთ თქვათ და ჩვეულებრივ ყოფიერება თავისი გზით მიდის, მაგრამ მორალური ნორმები უფრო დაეცემა, უფრო მეტი სიმწვავეები იქნება. შეიძლება რაღაც მომენტში სროლა არ იყოს, მაგრამ ბოროტების გამარჯვება ხდება სიკეთეზე. ოღონდ ეს რაღაცა პერიოდის განმავლობაში აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ რომ სხვა მხრივ უფალი არ შეერევა აბამაში. თუ ადამიანი იმარჯვებს ბოროტებაზე, მაშინ იქ ღმერთი იძახი სად არის ახლა ჩემი ადგილი, სად მოვიდი ახლა. აი როცა ადამიანები ვეღარ იმარჯვებენ უკვე ბოროტებაზე, იქ ერევა ღმერთი. აი ეს თვითმფრინავის და ეს ვიზუალური ის ეფექტის მაგალითი რატომ მოვიყვანე, რომ მოწმედით ცაზე რაღაც ლამაზად ბრწყინავს და თითქოს ეს უბედურებას არ მოასწავებს და თურმე უბედურება მოქონდა იმ სილამაზეს. და ისე არის ახლა, არ უნდა შეგიყვანოს შეცდომაში, აი ახლა გამოფენის პარკში ვარ მშვენივრად ჭიკჭიკებენ ჩიტები, მიყვარს ბუნება, აგერ პიპაროსები, ფიჭვები, ნაძვები. რაჯობია ახლა ყოფნას. და ეს ცხოვრებისეული ის არის, ასე ვთქვათ, ყოფიერება, ხო? რა პრობლემები, რა უბედურება, რა ბოროტება, ხო? ესე შეიძლება ადამიანი ყოველ ამ წუთშას არ ფიქრობს ამაზე, ხო, რომ მოძრაობს თუ რაღაცა თავად არ აწუხებს, ხო? რაღაცა თავად თუ არ არის ძიმე განსასწრებში, რაღაც ან უსამართლობის ხვერპლი ან რაღაცა სნეულება თუ არ აწუხებს, ან რაღაც ფინანსური პრობლემები, ხო არ ფიქრობს ამაზე, ხო რა.
ბოლო ჟამირის, ბოლო ჟამი, ხო? არა არ მოგატყუოთ აი ამ ყოველდღიურმა ზოგჯერ რაღაცა ბრწყინვალებამ. ეს არნიშნავს, რომ დაძაბული რეჟიმში იყო და სულ რაღაცა იმას ხედავდე, ბოროტებას ყველაფერში, მაგრამ იცოდე, რომ ეს წუთი სოფელი ნელ-ნელა და უკვე დაჩქარებული ტემპით ყრუნის ადამიანებს და უბრალოდ არ ახვე უმრავლესობას ბოროტებაში ეს წერია საფრთხო წერილში. არ ახვე ბოროტებაში უმრავლესობას. ეცადე რომ ღმერთისადმი ერთგულება შეინარჩუნო. როგორ? იყავი თავდაბალი, შეეცადე სიმდაბლეს, კონდეს რწმენა, მოთმინება და სიყვარული. აი ეს 4 რამ არის საჭირო სულ. ხო, არ არის ბევრი და არც ძნელი, მაგრამ მონდომების შემთხვევაში არ არის ძნელი თორე. რა არის ჩამოსათვლელად იოლია, მაგრამ შესასრულებლად რთულია ცოტა. როცა შენი ეგო გეწინააღმდეგება, აი სირთულე არის ეგოიზმში. როგორც კი ეგოიზმის დათქმას დაიწყებ, შეგიყვარდება ღმერთიც, მოყვასიც. მეტი მოთმინებასაც იქონიებ ცხოვრებისეული პრობლემების დროს და მოყვასის მიმართ. და სიმდაბლის გამოხატულებაც, რომ არავინ არცეთ ადამიანზე თავი არ აღიმაღლო, მაღლა. და რწმენა, რა თქმა უნდა, უხილავისადმი რწმენა. ვერც ვერ ხედავთ, მაგრამ ვცნობთ გულში.